ქართული ოცნება ასნერად გაცდა ყოველგვარი საღიაზრის ფარგლებს. რაც ძალიან ბუნებრივია ერთპიროვნული მმართველობის პირობებში განსაკუთრებით მე-13 წელს. განსაკუთრებული იქნებოდა სხვანაირად მომხდარი იყო და ქართული ოცნება მე-13 წელს ყოფილიყო ყველაზე ლიბერალური იყო ერთპიროვნული მმართველობის პირობებში. ყველაზე მოზომილი, ყველაზე დემოკრატი მთავრობა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონი სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს, რომლებიც 51-ის შემოსახალსად დარბოდნენ არჩევნებზე, რაღაცნაირად უტრიალდებათ მათ მიერ ჩადენილი არასწორი ქმედება, იმ გაგებით, რომ როცა ნაცები არ მოვიდნენ, კოცები დავტოვოთ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად, საბოლოო ჯამში ღებულობს იმას, რომ აგერ იგივე სასამართლოს კანონებიდან დაწყებული, რაც გირგვლიანის პერიოდში ნაცებმა მიიღეს, მერე შეიცვალა ისევ ღებულობენ, უკან აბრუნებენ, ცოტა ადამიანურ დამოკიდებულებას ამ პროგრამებში, ნარკოპროგრამებში, რომელსაც კერძო სტრუქტურები უწევდნენ მომსახურებას, ზედმეტი არ მოგივიდეთო და უკან აბრუნებენ იმ გაგებით, რომ ახლა ჩვენ მოგხედავთო მთავრობა, სამინისტრო მოგხედავთო და უკეთესად დაგამანეჯმენტებთო, ზოგადად ყველაფერი ის ხდება, რაც როგორ გითხრა, რაც დაიმსახურა იმ ხალხმა, რომელმაც ქართულ ოცნებას მიცა ერთპიროვნული მმართველობა. მე ზოგადად ესე უყურებ ამ ისტორიას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დავკარგე იმის იმედი, რომ სამართლებრივად, იურიდიულად რამე შეიცვლება ან რამეს ვინმეს გავაგონებთ. ერთადერთი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დავაკვირდეთ ქართული ოცნების ვერტიკალის დეგრადაციას თანდათან და იმას თუ როდის გააპროტესტებს ქართული ოცნების ამომრჩეველი მათი საყვარელი პარტიის ქმედებას, იმიტომ რომ ნელა აღარ დარჩა მე მგონი მოწინააღმდეგეები ციხეშია ყველა მოსამართლეები ხდება როგორც საკრალური, ანუ მაგალითად სიტყვიერი გაკრიტიკება მოსამართლეების ითვლება დანაშაულად. ჩემი აზრით ეს ძალიან დროებითია, იმიტომ რომ ახლა რო გინება და აკლდება იმ მოსამართლეებს, მაშინ როცა კოცები არ იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემი აზრით მუშტი მოხდება ქუჩაში. ნარკოპოლიტიკა რო ჩავხუროთ. მეც რა მოიკვირს აი სასამართლოც მაგის ნაწილია ნარკოპოლიტიკა. 18 ბარი გადავიჭირეთ კობახიძემ თქვა და დიდი მადლობა პოლიციას, ანუ ისე გამოვიდა რომ გომელაურიას ეგეთ კრიშავდა ამათ, ანუ 18 ბარი ერთ თვეში ხوار გაჩნდა. მსხვილი ნარკორეალიზატორი ანუ ის კი არა რომ ვიღაც ქუჩაში, რა ვიცი, ხო, ეგ დაიჭირა რაღაც. არამედ მსხვილი ნარკორეალიზატორი რაღაც ესეთ გამოიგინე რაღაც. ნუ ბევრ შოულობს, მილიონერი ტიპი ან რაღაც ასეთი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს, 18 ასეთი, ესე იგი ესენი დიდი ხანი ალბათ წლები უნდა მუშაობდნენ რომ მსხვილი ნარკორეალიზატორი გახდე. და მადლობა პოლიციას, იმიტომ რომ როგორც აქამდე პოლიცია მას ვერ შვებოდა. თან 18 დრო და სულ რო იჭერდა, შეიძლება ერთი დაიჭირო ხოლმე, ორი 18 რო დაგიგროვდეს, იგი კრიშავდა რა ჩვეულებრივად ამ როგორც ხდება ხოლმე, რასაც ისეაც გასაგებია რომ ასე ხდება, მაგრამ უბრალოდ კობახიძე რო გამოვიდა, თქვა რომ 18 ნარკორეალიზატორი დავიჭირეთო. ვიღაც პოლიციელიც ხონდა დაგეჭირა თქვენივე ლოგიკით კაცო ვიც ამას კრიშავდა. და თუ ის პოლიციელი რომ ის ამას კრიშავს იქვე არის თუ მთელი ინფრასტრუქტურა აწყობილი იგივე არის, ნუ კაი უბრალოდ ჩათვალე კონკურენტები მოიშორა არის დანარჩენმა 18 ნარკორეალიზატორმა. უბრალოდ სხვაზე გადანაწილდება ბაზარი რა. და სანამ რაღაცა ტიპის ლეგალიზება არ მოხდება ზოგადად, მე ვაერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ კონკურენტების მოშორებაზე უფრო მაღალი ინტერესი არის ამ ხალხის დაჭერა. თავარი არის კონკურენტების მოშორება. მე ყველაფერი. ხო და წამგე რა ყველაზე აი უცოდინო გურლუპყვილო და აი არა აზრო არის სამყაროზე იმაზეა გათვლილი, ხო, ვისაც გონია რომ ეხა კობახიძე 18 ნარკოლიზატორი დავიჭირეთო და რაღაც ვითომ რამე შეიცვლება, ანუ ვაფშე რო გატყაში არის რა ხდება რა. ხო და ეს აი ვითომ პოპულისტური ამბავია, ხო, მაგრამ აი ესა შენ თქვი იმაზე რა ქვია, ჩანაცვლების პროგრამაზე. ნუ წარმოგიდგენთ ადამიანებს ეუბნებიან რომ ჩვენ კიდე უფრო ვაკონტროლებთ, იქ რაღაც კერძო კომპანიები იყო და მოქმედებდნენ, იმიტომ რომ მოგების სრული ქონდაო და ჩვენ ვიმოქმედებთ ანუ გამოსწორების სრული გვექნება. ხო, მაგრამ გამოსწორების ანუ თუ თავრო მოხდეს ხო პოლიტიკური მოტივია. პოლიტიკური მოტივი ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ იცი რა არის საინტერესო, ამ ხალხს ხო სინამდვილეში ოპიატით კურნალობენ. ანუ სინამდვილეში რასაც აყლაბებენ, არის ოპიატი. ანუ ნარკოტიკული საშუალება. ანუ ამ თერაპიის ამოცანა არ არის ის, რომ ამ ხალხმა არ მიიღოს ნარკოტიკი, არ მოიხმაროს, ანუ გაგებით რომ ნულზე დავიდეს მოხმარება. არის ის, რომ ჩვეულებრივად ცხოვრებაში შეძლონ რეალიზება, ანუ გააგრძელონ ცხოვრება რა, ჩაითვალოს რომ მათ აქვთ ქრონიკული დაავადება, ცხოვრობენ ქრონიკულ დაავადებასთან ერთად და ასე აგრძელებენ ცხოვრებას და აი ესენიო კერძო კომპანიებიო იმასო რა ქვია, ამაში არ ეხმარებოდნენო პირიქითო უფრო მეტ დოზას უზრდიდნენო და ამ ხალხს ასე არასდროს არ გამოსწორდებაო და
უნდა შეამოწმა სახელმწიფოზე რო გადავა, ან სახელმწიფოსიც ხო იყო აქ. რამდენია გამოსწორებული იქიდან. ხო და ამაში ეს ხო არ არის გამოსწორება, ამის მიზანი ის რომ ამ ხალხს არ დაფერება. ხო და ამაში ამის მიზანიც არის გამოსწორება. ხალხს რაღაც გონია რომ ეს გაქვს წამალი უნდა მისე რომ უკურნაოთ და გამოიყვანოთ მდგომარეობიდან და არა და ნარკოტიკს აძლევს. ხო, ინსულინის ვარიანტია რა და თუ წესია და რაღაც მიწოდება გაქვს კონტროლის ქვეშ რაღაც ხარისხიანია რაღაც ამათა ეს და ჩოლეურად აგრძელებს ცხოვრებას და არანაირი პრობლემა აღების არ ექნება. თან ძალიან იაფიჭდება, ანუ რაღაც აი წარმოუდგენლად იაფიჭდება საბოლოოში რაღაც აი ნებისმიერი ადამიანი რო გაკაჩავს ამას რა. და რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს საზოგადოებაში, ამას მარტივად აგვარებ, იაფად აგვარებ, არანაირი პრობლემა არ ყველა ბედნიერია და შენ უბრალოდ იმიტომ რომ გინდა ამ ხალხის კონტროლი, უფრო საკაიფო კონტროლი, რომ სენდერში აი გამოსწორება თუ ტყუილია, მაშინ რა მოტივი რჩება? ხო, პოლიტიკური, იმას მოგების მოტივი აქვს. და შენ კიდე პოლიტიკური მოტივი გაქვს. ო, ჩემი აზრით პოლიტიკური მოტივი მარტო ის თვითონ ის ხალხი არ არის, ანუ ის დანარჩენი ხალხის რომელსაც უნდა რომ ესენი არ არსებობდნენ. კი ბატონო. ანუ ამ ხალხს რამე დაუშავდეს, რამე ეთკინოს, აი მაგ ხალხის ხმების მოძიებაა, ჩემი. მათ შორის კაცო გავიტანთო დასახლებული პუნქტები წამოგინა ადამიანი სახლთან ახლოს შეიძლება მივიდეს დოზა მიიღოს და წყანაცვლებს სასახლეში გავიწეიდეს. ეხლა წავით სამ გავუშვებენ ქალაქ გარეთ, ნახევარი დღე წავა. ისე მე მაგ მაგარი იდეა მომივიდა ახლა. იმ ფაშისტები რო ებრაელებს უკეთებდნენ იმას, ეგეც უნდა გაუკეთონ. ანუ ხო ფაქტია რომ ვიღაც ადამიანი რო გაგყავს დასახლებული პუნქტიდან, შენ მას თვლი უფრო ნაკლებად ვიდრე ადამიანი. და მაშინ რატო გაგყავს? ანუ ადამიანებს ვარ გააკარო. არა, ხო, ანუ შენ თუ ამბობდე რომ იცი რა შპრიცი არ შეერჭოთ ფეხში, რავი მაშინ სამავტყოფო არ უნდა იყოს დასახლებულ პუნქტში. სამავტყოფოში არის მორფინი, სამავტყოფოში შპრიცი, კიდე 1000 უბედურება. ავადმყოფები დადიან ბოლოს. მაგრამ ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ სამავტყოფო გავიტანოთ დასახლებული პუნქტიდან. პირიქით, ანუ რაღაცნაირად დასახლებულ პუნქტშია სამავტყოფოები. სადაც პაციენტი იქ ახლოს. ხო, პაციენტი რო სასწრაფო მოასწროს მის თუ ანუ კაცი გზაში რო არ მოგიკვდეს, ახლა 10 კილომეტრით თუ გახსნე შეიძლება ვერ მოასწროს, ხო? მაგრამ ამბობ რომ აი ეს კონკრეტული დაავადება იმდენად საშიშია საზოგადოებისთვის, რომ აი ეს დაავადებული ხალხი როგორც ჭლექიანები უნდა მოვაშოროთ საზოგადოებას. სამდროს ხო ეს არის თემა. ანუ თელი თან გოდ მაყურებელო რომ გაიგოს, თელი არს იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს, რომელსაც რაც ოპიატებზე აქვს დამოკიდებულება, აძლევა ამ ოპიატებს კონტროლის ქვეშ მაღალი ხარისხის ექიმი რო აძლევს. ეს ადამიანი მივა თქვა დილას მივა, მიიღებს დოზას და შეიძლება გაგზავნოს მიდის სამსახურში და არაფერი არ ხდება. ანუ არანაირი პრობლემა არ არსებობს. არც კრიმინალის, არც არაფერის და როგორც აი დიაბეტი რო აქვს ადამიანთა ინსულინს იღებს, აი ეს შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროს და რა ვიცი, შეიძლება უფრო მეტიც იცხოვროს, იმიტომ რომ სულ მეთვალყურების ქვეშ იქნება, ხო ის სპიდი ვისაც აქვს ხალხი ამერიკაში უფრო მეტ სოცხობენ, ვიდრე საშუალოდ, იმიტომ რომ სულ მეთვალყურების ქვეშ იმყოფებიან რა ექიმებისგან და სხვა რაღაც აღარ ემართებათ. ანუ ასეთი ამბავია რა და აი ხა ამ ადამიანებს ეუბნები რომ ჯერ ესეთიც რაღაც ტიპის ურთიერთობა შეიზღუდა, ანუ იქეთ ხარ ის იყო მოგებაზე ორიენტირებული ადამიანი, ორიენტირებული შენ კარგად მოგაყოლდეს სერვისი და ყვაყოფილი წახვიდე. ეხლა ამისგან ჩავაყენებთ ვიღაც ტიპს, რომელიც შენზე პოლიტიკური გავლენის სურვილი უჩნდება. თავრობას. ხო, რომელსაც შენ ვერ მოერევი. თან ცუდი მენეჯერია. კი. ცუდი ექიმია, ცუდი მზრუნველია, ცუდი პურიცხოველია. რა თავარია, ამ ყველაფერს გავიტან დასახლებული პუნქტიდან, ანუ შენ დილას ადგები, იმიტომ რომ სამსახურში წახვიდე, გზაში გაიარო და თქვა ცხოვრება ნორმალური კონდეს. უკვე სამსახურში საერთოდ ვეღარც მიხვალ, ამიტომ და წახვიდე ქალაქგარეთ, ცხედაში პირველად გახვიდე თბილისიდან, ან კიდე ცხედას დასახლებული პუნქტია. სადნე მინდორში აი შენ დოსა და დაბრუნდი ანუ იცი რა არის კიდე რომ სადაც აი საქართველოს უდაბნო არ არის რა შინაარსობრივად საქართველოს სადღაც მაინც რაღაცა ტიპის დასახლება არსებობს მე მახსოვს რომ მიშამ თქვა ერთხელ ვიცი რომ თუ ვიღაცა მაშინ ამდენ შემიშალოს რუსებმა ორჭოსანისკენ გადაუხვიესო რა და ერთი ამბავი სკანდალი არის ორჭოსანში ხალხი არ ცხოვრობსო და ნუ 100%-იანი იყო ხა მართლა რა შუაშია კაც ორჭოსანის საქართველოა და თბილისის საქართველოა მაგრამ აქაც ხო სადაც არ უნდა წაიღო რაღაც დასახლებულ პუნქტთან ხო ახლოს იქნება და იმ ადგილს რას ერჩი უი რა გამახსენდა გახსოვს რუსთავში რო გვიყებოდნენ ამ ბავშვს შოთაც ამას ყვებოდა რომ ისა ახალი ავტობუსები რო გააკეთეს და ჩანხლების თერაპიაზე მიზანის იმას უფასო რო გააკეთეს ხო და იქ ის დადიოდა არ უნდა ხავს ნარკომანებთან აი რაღაც აი დებილურმა წესრიგმა შექმნა ის რომ ვიღაც ადამიანები ვინც ამ პროგრამასთან ახლოს ცხოვრობენ იმათ დისკომფორტი შეექმნათ ნაჩვენებს იმიტომ რომ ცუდად რო ებყრობი ამ ადამიანებს ამ ადამიანებს რო ცხოვრება აქვს დანგრეული რაღაცა ბუნებრივია რაღაც ისეთი სიტუაცია იქნება როცა შენ რა ვიცი გონია რომ რა ვიცი ან კრიმინალი ან რაღაცა და შენ შეგვიძლია დისკომფორტი
იმიტომ რომ გაგეზარდა პოლიციას აყენებ, რომელიც გაჭრიკოს, რომელიც რაღაცას შვება, რაღაცას აკავებს. კისერში ჩააყოლხილი ხო? ხალხი წუხდება ცხადია, ჩემი სახელმწიფო. ეხლა წამოდი რომ ეს იყოს ნორმალური მიწოდება, ოს აი ჩვენი აფთიაქი თუ რა არის, პოლიკლინიკები რო იყოს, რაღაც ქსელი ხო არის რაღაც სხვადასხვა პატარა-პატარა სამედიცინო ცენტრები და ყველგან რო პატარა-პატარა იყოს და ხალხი არ იყოს კონცენტრირებულ დარსად. პირიქით მიწოდება რო გავზარდოთ, რომ საერთოდ აღარ არსებობდეს ადამიანის პრობლემა არ ქონდეს არანაირი იმის, რომ ეს დამოკიდებულება გავიშთა მისი რაღაც უბედური ცხოვრების გამო. რადგან ჩვენულად აფთიაქებში უნდა გადაიტანო ეს, ანუ ზოგადად ჩვენულად გადაიტანო აფთიაქებში და საავადმყოფოებში, არ მოაგროვო ეს ხალხი ერთად. მე არ დადგე იქ პოლიციით, მე არ დაიწყო ამ ხალხს ენის გამოყოფა. მე ხო უკმაყოფილო მეზობლების რეგულაცია იმის რომ მე ეს იყო ერთ ბაშა დაიხო და გაყარო კავალკადი მინოში. ხალხი იქ სადღაც ხალაგარდას რო გაყრი იქ სამეზობლოში ვიღაც იქნება, შანსი არ არის, ანუ სადღაც გაიტანო. არა, თან ერთხელ ხონდა წავიდეს მე, იგივე არ იქნება ავტობუსებში მე ავტობუსები ხონდა გამოვუღო. ანუ ხვდები რა. რავას არაძლევ ისედაც. რავას არ ჩამოვარ. ჩავორტული გაქვს ისედაც. არა, მე ავტობუსებში ამას მიხვდება. სიამდვილეში არის გასაგებია რომ, მაგრამ ის ხალხი ვინც ახლა ვერ დაინახავს ჩანსლების თერაპიის რაღაც ცენტრი დაიხურება, ის თქვის რომ რა კარგია, მოგვაშორეს ნარკომანებიო. ის ნარკომანები რომლებიც ივლიან ქალაქგარეთ იწვალებენ, ისინი ყველაფერს იზამენ, მაგრამ არჩევნებზე ჩვენ ხმას არ მოგვცემენ. არა კაცო, მაგათ იმედად ყოფნა არ შეიძლება. მაგიტომაც არის, ანუ ქართულოცნება ხოცემა იციანეს, რომ ამ ხალხს გაძგინებდა პაური ურტკნი და თავში წამოვარტყი, ეს მათი ამორჩეველია, იმიტომ რომ რაღაცით მაინც შეაშინებ. ანუ ბოლო-ბოლო გარეთ დახვდები, ენას გამოკაჭავ, ეტყვი რომ კიდე გინდა გამოკაჭო, ახლა შენ თუ რამეს არის ზამ, ამას არ მოგწერა აქედან აქედან. პირიქით იმ კერძოს იმას, იმიტომ უყურებენ საქმეს, რომ იქ მაინც შეიძლება არსებობდეს ადამიანები, რომლებიც ბოლომდე თავრობაზე არ არიან, მიგული ფულს იხდიან. ხო, რაღაცნაირად და კონტროლის მექანიზმი შექმნეს მორიგი რაღაც ჯგუფზე და თან ისე პოპულისტურად რომ ხალხი იტყვის რომ რა კარგია მოგვაშორეთ ნარკომანებიო და ეს რაც შემდეგ. თან ეუბნებიან რომ უნდა გამკურნოთ. ანუ ყველა სამოთე ეს არის ჩანსლების თერაპია. მის საწინააღმდეგო რაღაც მისას ისახავენ. ხო და გაი ხო და ნუ აი პრობლემა ეს არის რაღაცნაირად, მაგრამ ეს ხო სიმპტომია, როგორც შენ დაიწყე თავიდან, მაგრამ სიმპტომია დიდი პრობლემის, რომ ქოცება მართლა აიწყვიტეს. ქოცება სულ აიწყვიტეს, იმიტომ რომ აღარ აყავთ ოპონენტი. ქვეყნის შინ აღარ დარჩათ ოპონენტი, რომელიც აი საფრთხე შეუქმნიდა, რომ იტყვი რომ აი რა ვიცი, ეხლა ცოტა რომ მოვდუნდეთ დაგვამხობენ. სიტუაცია არ გვაქვს. და უბრალოდ რასაც უნდა იმას აკეთებენ, ნებისმიერ დაჩქარებებზე ტამ რაღაც ნარკოტიკი იქნება თუ სიტყვის დასწრებული იქნება. აუგზავნოთ. სტრაფა ის მოხსნეს, ის დაიჭირეს, ის რაღაცა, რასაც უნდა იმას აკეთებენ რა. ხო და აი თუ ტიპებმა აიწყვიტეს. რა არის სწორი ტაქტიკა, რა უნდა უპასუხო? ანუ შენზე ბევრად ძლიერი ტიპი მორბის რა, რაღაცა ის სომოისტი რო წამოიგდო, და მორბის რა. ალბათ ხო სწორი ტაქტიკა რომ გვერდზე გაიწიო. ნუ გაიცეთ რა ამ კედელს დაეჯახოს და თვითონ დაიმტვრეს რა. ანუ შენ ხო არ გაქვს მოტივი რომ ამას დაარტყა. შენ აი გამხდარი ტიპი ხარ რა და ის სუმოისტი მორბის რა ამ მომენტში. და მე მგონი აი ხა რაც უბრალოდ იკვეთება, უბრალოდ ერთ-ერთი იდეა რაც მიჩნდება რომ ეს ამ ხალხს უნდა მისცეს შესაძლებლობა ეს აკეთო რა. ნარკოპოლიტიკას არ იყოს ხალხი უნდა იგზნოს ეს ნარკოპოლიტიკა.